ცოტა სასაცილო ამბით უნდა დავიწყოთ, გულახდილად გეტყვით და ამ სასაცილო ამბითვე დავასრულებ, შედარებით მოკლე იქნება შესაბამისად ჩემი დღევანდელი ეს კონკრეტული ვიდეო ბლოგი. იცით თქვენ რომ ბიზინა ივანიშვილი უკლებრივ ყველაფერს აკონტროლებს. ყველას აკონტროლებს და ყველაფერს აკონტროლებს. ის განსაზღვრავს როგორ უნდა იმოქმედონ მისმა მომხრე პოლიტიკოსებმაც კი. ცხადია ის ცდილობს რომ გვამოქმედოს ისე როგორც თვითონ უნდა, თვითონ სწადია, ჩვენზე ნაკლები გავლენა აქვს, ან გავლენა საერთოდ არ აქვს, მაგრამ აი მის მონამორჩილებზე, მის ყმებზე მეთქი ხო, გავლენა კი დიდი აქვს და ბიზინა ივანიშვილი მათ შორის ფორმალურ ხელისუფლებას ჰკარნახობს ხოლმე ვინ როგორ უნდა იმოქმედოს, ვინ რა უნდა თქვას, ვინ რა უნდა ქნას. აი ერთი საძინებლებში არ უვარდება მეთქი, თუმცა რომ შეუვარდეს ამასაც არ გამოვრიცხავ. პირდაპირ მნიშვნელობით ცხადია ალბათ უფრო არა, მაგრამ აი გადატანითი მნიშვნელობით კი ნამდვილად. ხო და ბიზინა ივანიშვილმა იფიქრა და იმის გამო რომ საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობები ძალიან დაძაბულია იმიტომ რომ საქართველოს არსებული ხელისუფლება არის სრულიად ამოვარდნილი კონტექსტიდან, სრულიად არაადეკვატური და დღენიაдаг მისი ზარქუატვინიანი ზარქუები აგინებენ, აკრიტიკებენ კი არა, აგინებენ კონგრესმენებს, სენატორებს, ადმინისტრაციის წარმომადგენლებს, სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებს, მთლიანად შეერთებულ შტატებს და ასე შემდეგ. ამიტომ არის დაძაბული და მას, ანუ საქართველოს ხელისუფლებას თავის ბიზინიანა არავინ სერიოზულად არც უყურებს და არც აღიქვამს, ამიტომ ბიზინა ივანიშვილმა იფიქრა, რომ იქნება და როგორღაც გადავტვირთო ურთიერთობები შეერთებულ შტატებთანო და რამდენიმე ხნის წინ ჩვენ მქონია ამაზე ვიდეო ბლოგი, გაუშვა შეერთებულ შტატებში ერთადერთი პირი პრინციპში, ვისაც ელაპარაკება შეერთებული შტატები, ვისაც შეიძლება ელაპარაკებოდეს შეერთებული შტატები, ამ პირს ქვია პირველი ვიცე-პრემიერი ლევან დავითაშვილი. და გაატანა პაკეტი იმის თაობაზე, რა ეგრეთ წოდებულ ბიზნესეული გაგებით რა დათმობებზია თანახმა საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლება. ეს პაკეტი იყო, მეთქი კი ვამბობ, მაგრამ პაკეტი გულისხმობს იმას, რომ წინადადებებია და არაერთი წინადადება, შეთავაზებებია და არაერთი შეთავაზება. ხო და ლევან დავითაშვილი ჩავიდა, იქ შეხვდა მოადგილის დივნის მოადგილის თანაშემწის მოადგილეს ვუტრირებს, ხადია, ანუ 58 ხარისხოვან პირველი ვიცე-პრემიერია, ეკონომიკის მინისტრია, პირია რომელზეც ლაპარაკობენ რომ ეს არის ერთადერთი დასავლელი პოლიტიკოსი საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლებიდან და თუ ვინმეს დაეყრდნობა დასავლეთის სწორედ ლევან დავითაშვილს დაეყრდნობა და მეც მithქვამს ეს განა არ მithქვამს, ახლა ვეგეტყვით რომ ალბათ მაინც შეცდომა მაქვს დაშვებული, თუმცა მაგალითად წინასწარ მეტყველებდი რომ ლევან დავითაშვილს დააწინაურებდნენ და პრემიერად გადაიყვანდნენ და ამას კი ვამბობდი, იმიტომ რომ ამგვარი ინფორმაცია მომაწოდეს წყაროება, მაგრამ ახლა ამას მნიშვნელობა არ აქვს და მათ შორის არც ჩემს შეცდომას, თუ ეს შეცდომა იყო მაინც და მაინც, ხო და ლევან დავითაშვილი გაუშვა და ნაცვლად იმისა, რომ 1, 2, 5, 7, 19 წინადადება შეეთავაზებინა შეერთებული შტატებისათვის ზოგადად და კონკრეტულად ამ თანაშემწის მოადგილის დივნის თანაშემწის მოადგილის მდივნისათვის ლევან დავითაშვილმა მისცა ერთადერთი წინადადება და ამ წინადადებაში ეწერა შემდეგი რამ: ჩვენ იმის გამო იქიდან გამომდინარე რომ შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს შორის თვლად კარგი ურთიერთობები არ არის, ჩვენ აღარ ვაძლევთ ჩინელებს სტრატეგიულ ობიექტ ანაკლიის ხმაწყლოვან პორტს და მოდი ამერიკელები შემოვიდნენ და აი დანარჩენი კი უკლებრივ ყველაფერი გვაპატიეთ. ანუ გვაპატიეთ საქართველოსგან კავკასიის ბელარუსის გაკეთება, გვაპატიეთ საქართველოსგან კავკასიის კიდევ ერთი აზერბაიჯანის გაკეთების მცდელობა, გვაპატიეთ საქართველოსგან რუსეთის გაკეთების მცდელობა, გვაპატიეთ ადამიანის უფლებათა შელახვა, დემონსტრაციების დარბევა, ჯოჯოხეთური კანონების მიღება, არჩევნების გაყალბება, ევროკავშირში გაწევრიანებაზე უარის თქმა, ნატოში გაწევრიანებაზე უარი, ყველაფერი გვაპატიეთ, აი ანაკლიას სანაცვლოდ მოგცემთ ჩვენ. ხო და აი ამ დივნის თანაშემწის მოადგილის მეოთხე მოადგილის მდივნის თანაშემწის მოადგილის მდივანმა, ვინც შეხვდა,
შეერთებული შტატებიდან ლევან დავითაშვილს, რატომ ვამბობ, ეხლა ვინმეს კი არ ვაკნინებ ცხადია, მაგრამ მაღალ დონეზე მას შეხვედრები არ ჰქონია, თუმცა იმ ამერიკელ ჩინოსანს ასაკვირველია udastureb პატივისცემას, ლევან დავითაშვილს უთხრა, რომ გეყოფათ. კმარა ანაკლია მნიშვნელოვანია, განა არა, შუადერეფარი მნიშვნელოვანია, მაგრამ ჩვენ საქართველოს ვუყურებთ როგორც პარტიორს და არა მხოლოდ როგორც სატრანზიტო ქვეყანას, რომელმაც აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ უნდა გაატაროს ტვირთები და ჩინელებს რომ მიეცით ეს, თუნდაც მემორანდუმის და მემორანდუმზე მეტის დონეზე ეს თქვენი ანაკლია, რომელიც მანამდეც უნდა აგეშენებინათ, მათ შორის ამერიკული ინვესტიციებით, ეს უკვე დაუშვით შეცდომა და ახლა აი ამ პატარა დათმობაზე წამოსვლა, ამ პატარა სახრავის გადმოგდებას ჩვენ არ ვჭამთ, ჩვენ არ ვთოხლავთ, ჩვენ არ დავბოლოდებით ამ ყველაფერზე და ჩვენ გქონდა პირობები და კონგრესმენი ვილსონი სახმიანებს ამ პირობებს და არა მხოლოდ ის სენატიდან სახმიანებენ და არა მხოლოდ სენატიდან ჩვენ გქონდა პირობები და თქვენ აი ამ პირობითად 17 პირობაზე თქვენ ყაბულ არ ახართ, თანახმანი არ ახართ. შესაბამისად ანაკლიაზე ნუ წვრილმანდებით განაუმნიშვნელოა, მაგრამ მხოლოდ ანაკლიაზე ნუ გველაპარაკებით და უბოდიშებ ყველას და საბოდიშო რა არის პრინციპში გამოაბუნძულეს ჩანს ლევან დავითაშვილი ვაშინგტონიდან. ჩამოსულზე ლევან დავითაშვილმა თქვა, რომ აი გადად სტრატეგიული ურთიერთობებია, არავით არის გაუგებრობა არ არის ჩვენსა და შეერთებულ შტატებს შორისო ვაშინგტონში თქვა ეს, ვაშინგტონიდანაც თქვა ეს. მაგრამ ლევანმა ხომ ყველაზე კარგად უწყოდა და იცოდა და იცის, რომ რეალურად შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის ურთიერთობა პრაქტიკულად არ არის. ეს ინფორმაცია ჩანს აიტანა დავითაშვილმა გვიან, ან შედარებით გვიან აბასთუმნის უღრანების ბინადარ ივანიშვილთან, ანუ ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ანაკლიის ძვლად გადაგდებაზე შტატები ყაბულ თანახმა არ არის, ბიძინამ მადლობა გადაუხადა ან არ გადაუხადა დავითაშვილს შესრულებული მისიისათვის და დაჯდა. ჩაჯდა აბასთუმანში, ცხოველთა სამყაროში, ფრინველთა სამყაროში, ბუნების წიაღში, განმარტოვდა, არ ვიცი რა არდ მოვიდა ყვავის ნახარშებით სვა, ალბათ ღვიძლის უკაცრავად და რომელიღაც ეტაპზე ბიზინა, რომელიც ყველაფერს განკარგავს, ბიზინა ივანიშვილმა დაიბარა ირაკლი კობახიძე. და უთხრა, მე ვერ გავბაძავ, მაგრამ ვერ მიუბაძავ ბატონ ივანიშვილს, მაგრამ უთხრა დაახლოებით შემდეგი. ეხლა გარდაულად აუცილებელი არის, რომ შენ ფორმალურმა პრემიერ-მინისტრმა, რომელსაც მე განდე ხელისუფლება ქვეყანა, პრემიერ-მინისტრობა, თანამდებობა, სიტუაციის მართვა ფორმალურად თუ ფორმალისტურად, შენ მიმართო უშუალოდ ტრამპს. დიახ, მაღალი ალბათობით რუსებმაც უკარდახეს, რუსებმა ჩაუბეჭდეს ამგვარი სტრატეგიის არჩევა ბიზინა ივანიშვილს, მაგრამ სულ რომ არ ემუშავათ რუსებს, ივანოვებს და პეტროვებს ბიზინა ივანიშვილზე ამ მიმართულებით, მას დამოუკიდებლადაც მოუვიდოდა ეს ბოდვითი აზრი. ხო და ეხლა შენ ირაკლი კობახიძე უნდა მიმართო თვით დონალდ ტრამპს და უთხრა ასე შემდეგ. ეხლა ამან წერა არ მგონია კარგად იცოდეს, მაგრამ ალბათ რაღაც მარტივ წინადადებს აყალიბებს. სპიჩრაიტერი ყავს თუ არა, ან რაღაც წერილების ვით უფრო როცა დონალდ ტრამპს უნდა მიმართო, წერილი გადამომიგზავნეო ბიზინა ეთყოდა, მე შევამოწმებ ამას, მე გავაკეთებ ჩემს ჩასწორებებს, ჩემს რემარკებს, ჩემს აღნიშვნებს, აქცენტებს მე დავსვამო, ამგვარი რამ ჩვენ გვახსოვს, როცა ივანიშვილი მოვიდა ხელისუფლებაში, ურთიერთობების კი არა ხელისუფლების გარიჟრაჟზე ქართული ოცნებისა და ირაკლი კობახიძემაც ბრახ და გამოაცხო. და კითხულობთ. ირაკლი კობახიძე, მისი მასშტაბი წარმოიდგინეთ, მისი ინტელექტის დონე წარმოიდგინეთ და მოგილვათ იმისა რა აქ დამთავრებული სხვათა შორის, მისი თვალსაწიერი წარმოიდგინეთ. ირაკლი კობახიძე შეერთებული შტატებისათვის 98 მნიშვნელობის ქვეყნის დე ფაქტო ლიდერი, რომელიც გაყალბებული არჩევნებით მოვიდა ხელისუფლებაში, დარჩა ხელისუფლებაში. დონალდ ტრამპს, რომელიც ბუზისადაც დაფრინავს სოფლიოში, იმასაც კი აკონტროლებს. ხალხს უსვამდა უმნიშვნელოვანეს სერიოზულ პრობლემებზე და საკითხებზეა გადართული გრენლანდია, კანადა, მექსიკა, ეს მინიმუმს გელაპარაკებით. ნავთობის ფასი, პაკისტანი, ინდოეთი, ახლო აღმოსავლეთი, რუსეთ-უკრაინა, სავაჭრო ომი ჩინეთთან, რა არ ხდება ამ ასაკიანი, არასტანდარტული, არა მეინსტრიმ პოლიტიკოსის
დონალდ ტრამპის თავს და ამასთან ეს ყველაფერი უნდა ამოვიდეს პრესკონფერენცია ჩაატაროს იქ ვიღაცას უთხრას და ასე შემდეგ და ოვალურ კაბინეტში კრებს ვის არ კრებს აი ამ დონალდ ტრამპს თავ ხედდება და წერს ირაკლი კობახიძე ვკითხულობ რომ არ გამიგრძელდეს რამდენიმე კვირის წინ წერს კობახიძე მოგმართეთ წერილით ქართულ ამერიკულ ურთიერთობებთან დაკავშირებით აღნიშნულ წერილს წინ უსწრებდა ჩემი საჯარო განცხადებები ანუ ამ ზარქუატვინიან კობახიძეს ხგონია რომ ტრამპი ადევნებს თვალყურს ირაკლი კობახიძის საჯარო განცხადებებს ჩემ მეზობლებს არ აინტერესებთ ირაკლი კობახიძის საჯარო აღარ აინტერესებთ იმდენად ფუხეა იმდენად არაფრის მომცემია იმდენად ტრულიც არის ქართული სახელმწიფოს მიმართ მისი განცხადებები ოკეი ჩემი საჯარო განცხადებები სადაც ღიად გამოვხატავდი საქართველოს მზაობას სუფთა ფურცლიდან კონკრეტული გზამკვლევით განგვიახლებინა სტრატეგიული პარტნიორობა საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის თუმცა პასუხი წერს კობახიძე ჩემს წერილზე და საჯარო განცხადებებზე დღემდე არ მიგვიღია რომ მას წარმოდგენა აქვს რომ აი პაკისტანის ამბავს რომ მოათავებს პაკისტანი ინდოეთისა მე ნეთანიახუსთან რომ დალაგდება ან ვერ დალაგდება ტრამპი მე ხა გაახსენდება რომ ამ ზარქუატვინიანმა კობახიძემ მომმართლა წერილი და უიმე პასუხი უნდა გავცე მასო და პასუხი არ მიგვიღიაო სწუხს კობახიძე რეალურად ივანიშვილის სწუხს იმიტომ რომ ივანიშვილმა გააკეთა მნიშვნელოვანი რემარკები აქცენტები მან დასვა მას ხომ გონია რომ კობახიძეზე უკეთ იცის ქართული მას ხომ გონია რომ ის კარგად წერს ხო მას ხომ გონია რომ საერთოდ ყველაფერი კარგად იცის ფულის შოვნიდან დაწყებული მებაღეობით დამთავრებული და აი ივანიშვილმა ასე კობახიძის პირით ასეთი პასუხი გასცა თუმცა დღემდე არ მიგვიღიაო მეტიც გაჯავრდა დღემდე უმაღლეს დონეზე არ შემდგარ არავითარი კომუნიკაცია საქართველოს და შეერთებული შტატების ხელისუფლებებს შორის ოპა ვერ გავიგე აკი ლევან დავითაშვილი რომელიც ვახსენე უმაღლეს დონეზე შეხვედრებს მართავდაო ვერ გავიგე ლევან დავითაშვილის შეხვედრებს უმაღლეს დონეზე მართავდა მაშ თუ არ მართავდა აკი სუფთა ფურცლიდან კი არა ჩვენ შორის ურთიერთობები ში არ არის პრობლემა ამას არ ამბობდა კობახიძის მოადგილე დავითაშვილი და ეკონომიკის მინისტრი რომ არის ის და რა ხდება ამით ადასტურებთ იმას რომ დავითაშვილი ვისაც შეხვდა ის ფლად მაღალ ჩინოსანი არისო ადასტურებთ რეალურად ირიბად პირდაპირ მარცხიდან მარჯვნიდან დამნიშნულება გადასტურებთ ეხლა ეს ყველაფერი ერთი პირველი აბზაცია ეხლა მეორე აბზაცი წავიკითხოთ შემდგომი აბზაცი როგორც უკვე აღინიშნა მიუხედავად იმისა რომ კითხვებს ემატება ანუ ამათ აქვთ questions ვაშინგტონის პოტომაკ დალეულებო ჩვენ გეკითხებით კობახიძე ეკითხება ჩვენ მაინც ვინარჩუნებთ ოპტიმიზმს აღსილია ოპტიმიზმით კობახიძე მდინარაძესთან ერთად პაპუაშვილი რო არ გამომრჩეს და გვაქვს იმედი და აი აქ არის გენიალური წინადადება მომავალში როცა სახელმწიფო მართვას დიპლომატიას 1000 სხვა საგანს ასწავლიან უმაღლეს სასწავლებლებში და შესაძლოა საჯარო სკოლებშიც და ასე შემდეგ დაინტერესებულ აუდიტორიას მომავალ სტუდენტებს უნდა ჩაუკითხონ ეს და ერთად უნდა იცინონ ლექტორებმა, რექტორებმა, აკადემიურობა საბჭომ, სტუდენტებმა და რამსრე აუდიტორიამ ყველამ მათ შორის ადამიანებმა ვინც ასე მაგალითად აუდიტორიებს დაალაგებს ხოლმე ისინიც უნდა გავაჩეროთ, გაჩერდნენ და აი ამ წინადადება მათ შორის ამ წინადადებაზეც უნდა იცინონ მეთქი. ნახეთ როგორი წინადადება. კითხებს ემატება ჩვენ მაინც ვინარჩუნებთ ოპტიმიზმს და გვაქვს იმედი რომ deep state-თან თქვენი დაპირისპირება გულწრფელია და ის deep state-ის დამარცხებით დასრულდება. ანუ უკაცრავად რუსულისთვის მომენტ ჩვენ შეიძლება დარჩეს. არ გამოგვიცხავთ რომ ირაკლი კობახიძეს ანუ ბიძინა ივანიშვილს გამობიძინებულ ირაკლი კობახიძეს ფორმალისტური თვალსაჩინით მომენტ ანუ ჩვენ შეიძლება დარჩეს ეჭვი ეპარება იმაში რომ მომენტ ტრამპი გულწრფელი სულაც არ არის. აი ტრამპი ათამაშობს ან ათამაშებს და ამაში ცოტა შეეჭვდნენ და ახლა იმედს იტოვებენ იმასთან დაკავშირებით რომ ტრამპი გულახდილია გულწრფელია და აი ნუ გაუცრუებთ რა მისტერ პრეზიდენტ ბატონო დონალდ გულს ბიზნეს და კობახიძეს და პაპუაშვილს ნუ აუცრუებთ ქართველობას გულს საერთოდ შეერთებულ შტატებზე. საქართველოს ხელისუფლება აგზელეს ბატონი კობახიძე მოთმინებით
ელოდება იმ მომენტს, ამ მომენტს, რაც ანუ იმ მომენტსაც არა, ამ მომენტს, ანუ deep state-თან დაპირისპირებას რა, deep state-ი ხომ დამარცხდება, რაც საფუძვლად უნდა დაედოს ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გადარტვითვას და სტრატეგიულ, ანუ ვიდრე შენ deep state-ს არ დაამარცხებო, შენ დონალდ, look at me, ესეულება ეს ზარქუას ტვინიანი. მანამდეო ჩვენ ურთიერთობებს განა არ ვერც გადავტვირთავთო, იმიტომ რომ deep state-ის დამარცხება არის საფუძველი ჩვენი ურთიერთობების გადატვირთვის, სწორედ ისე რაღაცა ურთიერთობების გამყარება კი გვინდაო, თუმცა ეს პირველი წინააღმდეგობა, პირველი აბზაცი, ეს აზრი არსებითად ეწინააღმდეგება. და მე უკვე ბატონი კობახიძე გულუხვი და სულგზელია და ამბობს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს სიმტკიცეს და კეთილდღეობას ვუსურვებთ. ბატონებო, ირაკლი კობახიძე ცოტა მეცინება, მაგრამ მაინც. ამბავი არის ესეთი. ირაკლი კობახიძე იქნება შალვა პაპუაშვილი, მდინარაძე, სხვები და სხვები არიან სერიოზული პრობლემების წინაშე. მათ შესანიშნავად დაინახეს, იგრძნეს, ჩახედეს სინამდვილეს თვალებში, რომ დემოკრატიული სამყარო შეერთებული შტატების ლიდერობით, რომელიც ძალიან ადეკვატურია განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, ანუ რომში, ვატიკანში შეხვედრის შემდეგ ტრამპისა, ზელენსკისთან, ძალიან ადეკვატურია მსოფლიო ასპარეზზე, აგეთ ჩინეთთან ურთიერთობები, ხსენებული პაკისტან-ინდოეთის დაპირისპირების აღებოფხრა, ახლო აღმოსავლეთში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა და ასე შემდეგ. დემოკრატიული სამყარო შეერთებული შტატების ლიდერობით სულაც არ არის ისეთი, როგორი მოლოდინიც ჰქონდა ცალკე მოსკოვს, დემოკრატიული სამყაროს და კონკრეტულად შეერთებული შტატების და ცალკე მოლოდინი ჰქონდა ბიზიდა ივანიშვილს შეერთებული შტატების და ტრამპის ადმინისტრაციის მიმართ. ეს დემოკრატიული სამყარო ღიად ამბობს, დემოკრატიის უგულებელყოფა შეუძლებელია, ადამიანის უფლებათა უგულებელყოფა შეუძლებელია, ჟურნალისტების ცემა, ამგვარი კანონების მიღება, დაჯარიმებები, საქართველოს ევროატლანტიკური კურსის შეცვლა შეუძლებელია. ჩვენ ამას არ დავუშვებთ, რაც არ უნდა არ მოგეწონოთ, ან პირიქით მოგეწონოთ ჩვენი პოლიტიკა, რაც არ უნდა ხონაათაც ვიტყვით უგებათ უფრო ფართო კონტექსტში, რაც არ უნდა ბევრი განახატი გამომიგზავნოს პუტინმა მე, ამბობს ტრამპი, რაც არ უნდა ესეთი სიტყვა მოვიფიქროთ კი რა, ვიხმაროთ, რაც არ უნდა მოიქონოს თავი ვაზელინით თუ პირდაპირ მნიშვნელობით ქონით და მე პათხალიმოს, მე არ გავწირავ უკრაინას, იმიტომ რომ ჩემი პრიორიტეტი იყო სისხლის ღრის დასრულება და რუსეთი კი სისხლის ღრას არ ასრულებს. საქართველოსთან იმართებაში რაც უნდა მე პირფეროს ვინმე კობახიძეან თვითბიძინა ივანიშვილიც კი მე საქართველოს როგორც ქვეყანას არ გავწირავ. ახლა ვილსონი ლაპარაკობს, ხვალ რუბიო ლაპარაკებს და ზეგვინიცის იქნება და მეც კი თქვა 2-3 სიტყვა ეს რომ იცოდეთ მაინც. ხო და ჩამოენგრათ ამათ მთელი ეს ნარატივი რომ შეერთებული შტატები იქნება მათეული გაგებით ადეკვატური. ჩამოენგრათ ნარატივი რომ 20 იანვრის შემდეგ deep state-ი მარცხდება. ჩამოენგრათ ნარატივი რომ რასაც დონალდ ტრამპი იტყვის ამ სიტყვების, ამ წერილის ავტორი კობახიძე ამბობდა ამას, მე კი არ ვიგონებდი ამას. მე პროდასავლელი პირი რომელიც ესე პოზიციონირებდა ასეც არის ჩემი აზრით და ჩემი აღქმით საზოგადოების თვალში ანტირუსეთული, ანტირუსული, პროდასავლელი და ასე შემდეგ. მეც კი არ ვამბობ იმას, არ ვამბობდი და ჩვენს გასაც ტრამპი ღმერთი კი არ არის. ტრამპსაც კი შეიძლება გაუწიო წინააღმდეგობა. ესენი პრორუსები ამბობდნენ, რომ ტრამპი რასაც იტყვის, უკლებლივ ყველაფერი ისე იქნებაო და ჩამოინგრა ეს თეორია კი არა, ეს ნარატივი, ეს ბოლი, ეს ტყუილი, ეს მიმართულება საქართველოს რუსული ხელისუფლებისა აუცრუდათ რა მათ გული. ხო და რაღაი ჩამოენგრათ, აქედან გამომდინარე ისტერიკაში არიან. პირდაპირ მნიშვნელობით ხელფეხს იქნევენ აქეთ-იქით უმისამართოდ და ცდილობენ დაამტკიცონ ერთის მხრივ შიდა აუდიტორიისათვის რომ აგენახე რა მაგარი ბიჭები არიან, ტრამპსაც კი ტოლსწორად ელაპარაკებიან ერთის მხრივ. მაგრამ მეორეს მხრივ დასავლეთსაც უთხრან რომ ჩვენ არ შეგეპუებით, იცით? ჩვენ არ შევეპუებით deep state-ის და deep state-ის დამარცხება არ დამარცხების თუ დამარცხება არ დამარცხების თუ დამარცხების საკითხი
გადის იმაზე, რამდენად გადატვირთავს შეერთებული შტატები ურთიერთობას საქართველოსთან, ან არ გადატვირთავს და ასე შემდეგ. ოღონდ პარალელურად ზარქუა ებივი და არა მხოლოდ უნდა გამოვიდნენ და დედა აგინონ კონგრესმენებს, სენატორებს, სახელმწიფო დეპარტამენტს, თეთრი სახლის ადმინისტრაციას, მთლიანად ქვეყანას და ასე შემდეგ, და ასე შემდეგ. ხო და არ გამოვა ასე. ეხლა ესე ვიტყვი, ახლო არს ჟამი თქვენი განადგურებისა, როგორც უშუალოდ ქართული საზოგადოების მიერ თუ მხრიდან, ისე თქვენი მოხრჩობისა დასავლეთის მიერ თუ მხრიდან. ახლო არს ჟამი, იმიტომ რომ თქვენ დემოკრატიული სამყაროს ძირეულ და არსებით და ფილოსოფიურ პრინციპებს, პირველ რიგში ადამიანის უფლებებს, ურთიერთპატივისცემას, დემოკრატიას, როგორც ასეც, თავისუფლებას, დამოუკიდებლობას, თვითმყოფადობას, კაცთა და ადამიანთა შორის სიყვარულს, კაცთა ადამიანთა შორის სიყვარულს უღალატეთ როგორც ასეც. და აქედან გამომდინარე, თქვენ რაც არ უნდა იგრაფომანოთ ახლა, თქვენ დანგრეულები, დაინგრევით, დანგრეულები იქნებით უახლოეს მომავალში. ისტერიკის დამადასტურებელია ის, რომ კობახიძე აგრაფომანდა, რეალურად კი ბიძინა ივანიშვილი თავისი აქცენტებით და როცა დონალდ ტრამპი ამაზეც არ გასცემს პასუხს ბატონ კობახიძეს, მე არ ვიცი მას რაღა გზა დარჩენია. მე გეტყვით რა, მე არ ვიცი კობახიძეები საიდან არიან, მიკარდახეთ რა, კომენტარებში გთხოვთ ჩამიწერეთ ზოგადად კობახიძეები და კონკრეტულად ირაკლი კობახიძე საიდან არის, რომელი რაიონ, სოფელ, ასე შემდეგ და ასე შემდეგ და იქ რამე პატარა მდინარე იქნება, მე ურჩევდი რომ ჩაირბინოს, ფეხები ჩააჭყუმპალაოს იმ სოფლის იმ მდინარეში, პატარა ქვებუკებიც იქნება იქ, მარჯვენა ხელში შედარებით დიდი, მარცხენა ხელში შედარებით პატარა ქვა იყოს და თავში დაიხალოს. ნახვამდის.